გაგაცნობთ პოლიტპატიმრების, მშობლებისა და ოჯახის წევრების ერთობლივ განცხადებას. ჩვენ სინდისის პატიმრების მშობლები, მეუღლეები, შვილები მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დამსაქმებულს თუ დაცაქმებულს, საკუთარი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისათვის 15 იანვარს 15 საათზე შემოუერთდეთ გამაფრთხილებელ გაფიცვას. მოგიწოდებთ 3 საათით შეწყვიტოთ მუშაობა და დადგეთ თქვენი სამუშაო ადგილების წინ. ასევე გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა და მოითხოვოთ სინდისის პატიმრების განთავისუფლება. ჩვენი შვილები დღეს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მძევლები არიან, მათთვის გაუქმებულია სასამართლო და სამართალი, მათი დანაშაული ის არის, რომ ქართველი ხალხის ნება და არჩევანი დაიცვეს ივანიშვილის პირადმა კრიმინალებმა, ჩვენ შვილებზე იძალადეს, აწამეს, დააპატიმრეს, ეს ჩვენთვის სასჯელიცაა და პატივიც. საქართველოს დამოუკიდებლობისა და მომავლის დასაცავად პროტესტზე გამოსული 100,000-ობით პატრიოტთა შორის ჩვენი შვილები იქცნენ გმირებად, ჩვენ ვამაყობთ მათით. ჩვენი შვილების უსამართლო სასამართლოშიც აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ახალი არჩევნებისათვის და დემოკრატიისათვის. როდესაც ჩვენ ქუჩებში ვდგავართ, იმალებიან ისინი, ვინც ეს ქვეყანა მძევლად ყავს აყვანილი. როდესაც ჩვენ ერთად ვართ, მტერი ყოველთვის მარცხდება. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა, საქართველო გვეკუთვნის ჩვენ. თავისუფლება საქართველოს სიყვარულისთვის უკანონოდ დაპატიმრებულებს. 15 იანვარს იფიცება სრულიად საქართველო. ჩვენი მოწოდებაა ბიზნესისადმი, მეწარმეებისადმი, სრულიად საქართველოსადმი, სხვადასხვა დაწესებულებებისადმი, რომ ხვალ 15 საათზე ყველამ ერთობლივად შევწყვიტოთ მუშაობა და საერთო სახალხო გაფიცვა განვახორციელოთ. ეს არის ერთადერთი სწორი, შვიდობიანი ამავდროულად და ძალიან მაღალი ხარისხის პროტესტის ფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მოგიწოდებთ ყველას შვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზით. ხვალეთ 15 საათიდან 3 საათის განმავლობაში ყველა გამოვიდეთ ქუჩაში საკუთარი სამუშაოებისა და სამსახურების წინ და ამ ფორმით გამოუხატოთ პროტესტი არსებულ რეჟიმს. მადლობა ყურადღებისთვის.